რაც შეეხება თუ მე როგორ ქვეყანაზე ვოცნებ და როგორი მინდა რომ იყოს აი ამ შეხვედრიდან წასვლას ჩემო რომელიმე ნათესავი არ მინდა მომწეროს და მითხრას რომ შეიძლება ამის გამო ბიბლიოთეკის შემდეგ სკოლაც გავყო შეიძლება რომ ვიღაცა ჩემო მეგობარმა მითხრა რომ ქუჩაში დაამხდნენ და მცენ აი ამ არგუმენტებისადმი როცა ესენი რაღაცას მეუბნებიან ცდილობ ხოლმე ახსნა ასეთი რაღაცა ამ ქვეყნად ცვლის გადიხაზე და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კი კონფორმიზმია მაშინ როცა ხედავ შენი მოსწავლეების ტოლებს როგორ უწყობენ ქუჩაში მე მინდა უთხრა შენ გულის დამწვევებს რომ ცხოვრება პატარა იმდენად პატარა რომ არ ვიცით რა იქნება და არ მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება თავის გადარჩენის გამო ყველაფერზე წასვლაში გავატარა. ახლა რაც შეეხება იმას თუ როგორი მინდა მე იყოს მე მინდა ისეთი არჩევნები იყოს ამ ქვეყანაში სადაც მასწავლებლებს არ აიძულებენ სადმე ოლქში წასვლას არ აიძულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე წასვლას სადაც სამარცხვინო რამდენიმე ათეულ ლარს მისცემ ეს ადამიანები ის ადამიანები არიან რომელმაც ჩვენ გავგზავნეს რომლებსაც ეშინია რომლათი აბსოლუტურად მესმის არ მინდა ჩემო მოსწავლე მე მითხრას რომ რა თუნდა ისწავლოს როცა ხედავს რომ წრილში მომის რომელმაც წერა-კითხვა არ იცის თანამდებობაზე და ზემოდან დასქერის არ მინდა ჩემო მოსწავლეებმა ფუნდული ვარსკვლავები დამიხატონ დახას მე ასეთი ქვეყანა არ იმიტომ რომ ხედავი თუ როგორი სასამართლო არ მინდა ჩემს თანასოფლებს ხმის სამოღების შეეშინდეთ იმის გამო რომ შეიძლება ვიღაცა დახმარების მოხსნის გამო დაეღო არც ის მინდა რომ იმის შეეშინდეთ რომ ხმა მიიღო როგორ იხრჩობიან უწყობთ როგორ ცვივიან ტალახში უგზობის გამო მე მიყვარს ეს ქვეყანა იმდენად მიყვარს რომ არ არსებობს საათი ამ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე და ვერ წარმომიდგენია კიდევ ასეთი რაღაცა როგორ უნდა ვიყო მე ბედნიერი როცა ჩემს მეზობელს დოკუმენტური უჭირთ აი ასეთია ჩემი სამშობლო და ჩვენ თუ არ ვიბრძოლოთ და განაკარგი გაცილებით მეტი იქნება მეც დავყარდა აქციის ადამიანები რომელმაც ჩემზე მეტი დაკარგა მაგრამ ეს ბრძოლა სანამ იქამდე მივა სანამ არ გავიმარჯვეთ მადლობა